წარმომადგენლები. მაგას ეს საკითხალაპარაკო თემა. თუმცა ჩემი შეხედულებები მაქვს. მე უბრალოდ სხვა რამეს მინდა მივაქციო ყურადღება. აზერბაიჯანის იგივე შეცდომაა დაშვებული. ესე იგი არ არის ერთი პირი საზოგადოების მთლიანად და ხელისუფლების. ეს აუცილებელი, რაც არ უნდა მითხრათ ხა ბატონოშო და მე სასია. ზოგ შემთხვევაში, აი თქვენც ახლა იჭუნეურად მეკითხებით ხელისუფლებას, სწორედ აკეთებს თუ არა ყველაფერს. იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ მოახერხა რომ თავის ერში, თავის საზოგადოებაში ბოლომდე დაეზუსტა ემტკიცებინა. ხოჭურის ბატონმა რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მე მგონი ვერც ისინი არიან თლაც საქართველოს ხელისუფლების ასე ვთქვათ ობიექტურობაში დარწმუნებული, რადგან ძალიან მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა გუშინ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა. თუმცა ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ. გადაცემაში რეკლამის დროა. უყურებთ არგუმენტებს, ჩვენი სტუმრები არიან შოთა მალაშქია და ბანუ კარეშიძე. ბატონო შოთა, ამჯერად თქვენ მოგმართავთ შეკითხვით, თუმცა მანამდე მოკლედ იმ ანგარიშის შესახებ, რომელიც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა დაკარგულთა საქმეებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. რაშიც ქართულ მხარესაც ადანაშაულებს. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული ოსიეროვნების სამ ახალგაზრდაზე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ძალიან უმნიშვნელო საქმიანობა იყო ჩატარებული. კი ბატონო, თუ შეიძლება დავასრულებ. ძალიან უმნიშვნელო საქმიანობა იყო ჩატარებული ნათქვამი ანგარიში. მიუხედავად სერიოზული ეჭვების არსებობისა, იმის თაობაზე, რომ ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის გაუჩინარებაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ხელი წერია, თითქმის არანაირი ზომები არ იყო მიღებული დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველსაყოფად. ეს არის მხოლოდ მცირე, ასე ვთქვათ, ნაწყვეტი ამ ანგარიშისა. რა კომენტარს გააკეთებთ ბატონო შოთა პირველ რიგში თქვენ? ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ შეიძლება ხელი წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს. არა, მიუხედავად სერიოზული ეჭვების არსებობისა. ხო, ვარაუდს გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით. ის არ არის მისი. კარგით, ეს ტერმინია ყოველ შემთხვევაში, მთავარი ეს არის, ეს არ არის მთავარი, ეს არის, რომ ამბობს, რომ არანაირი ზომები არ იქნა მიღებულიო. ეს მისი პოზიციაა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს თავისი პოზიცია. ეს არის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა გასაგებია მასალა სრული უფლება. საუბრობდით იმაზე, რომ ჩვენ უნდა გქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი. ასე ვთქვათ, ასეთი დასკვნის შემდეგ რატომ დაგვიჯერებენ დანარჩენი ეს დასკვნის მხოლოდ ერთი ნაწილია, სადაც ჰამერბერგს აქვს თავისი ვარაუდი გამოთქმული. მე მთელი დასკვნა წავიკითხე, უბრალოდ ამაზე მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება თავისი პასუხი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები არ არის დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოძიება რამდენადაც ვიცი არ არის ჩატარებული. ისინი გააკეთებდნენ ოფიციალურ განცხადებას. მე ვარ ამ სახელმწიფოს პარლამენტის წარმომადგენელი, უმრავლესობის და ცხადია ჩემი ხელისუფლების მიმართ მაქვს. კარგით, ბატონო მამკა, თქვენ რას ფიქრობთ ამ დასკვნაზე? მე ვფიქრობ, რომ რასაკვირველია, ეს არ არის ასე არ უნდა დასკვნა ჩვენთვის, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საომარი ვითარების შემდგომ დღეებში მე მაგალითად შევესწარი თვითონ ფაქტს. მაგალითად აი ერთ-ერთი ახლა არ მინდა გვარი თქვა, როდესაც ჩვენ მხარეს ყავდა ერთი. ჩვენ მოხაშორეს იგი გახსოვთ ალბათ კობალაძის თემა ჩვენ წამოვიძიეთ, რომელიც ხინვალის ეხეშია. შემდეგში მიყვანილი იყო ერთ-ერთი ასეთი პიროვნება, რომელიც აქ იყო დაკავებული და მიუხედავად იმისა, რომ დათო სანაკოევთან ანუ იმათ ობუსმენთან ყველაფერი მოლაპარაკებული იყო, არ მოიყვანეს კობალაძის. ეს გააკეთეს ორჯერ. ეს მე რაც შემიძლია გითხრათ. მაგრამ საერთოდ ომის შემდგომ დღეებში იყო ესეთი დელიკატური, ასე ვთქვათ, ეპიზოდები, როდესაც ვინ ვის ხოცავდა მართალი გითხრათ. როტართული წარმოსადგენი ძალიან ბევრი ჩვენი მაშინ დაიღუპა ბევრი მშვიდობიანი მოსახლე ქართულ სოფლებში. დიახ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ დაუშვათ შინაგან საქმეთა სამსახური არ უნდა ჩაატაროს გამოძიება. არ არის გამორიცხული, რომ მარადიორობის ფაქტზე დაკავებული, ან იარაღით ხელში დაკავებული ადამიანები დაიხოცა. მე შემივარაუდია, ხო, მე არ ვიცი. და კიდევ გამომდინარე, თემისგან გამომდინარე, არ იციან უბრალოდ, რომ მართლა არის თუ არა. მე ესე მინდა რომ იყოს. იმიტომ რომ მაშინ ვერ ხსნი ვერაფრით. რატო უნდა იყოს აქამდე ამდენი ხნის განმავლობაში, რაში ჭირდებათ ეს სამი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთ-ერთი დაკავების დროს საერთოდ არასრულწლოვანი იყო და არაფერს არ განსაკუთრებულ საიდუმლოს ახლა არ ეწოდინებოდა. ან არის განადგურებული, იმიტომ რომ მარადიორობდნენ და იყო ასეთი შემთხვევა, ზოგადად მე ვიცი ხა თვითონ რუსების მონოპოლით, რომ მოხდა ესეთი ფაქტი, რომ ტელევიზორები მოქონდათ, მოპარული ტელევიზორები და ამათმა წართმევა მოინდომეს. იმათმა არის საქმეს არ მისცეს და მე ესენი სამი კაცი დაუხრეს. ომის წესები გასაგებია ბატონო მამუკა, მაგრამ ქვეყნის ავტორიტეტისთვის როგორ ჯობია ამ დროს იქნებ ჯობს რომ აღიარო
თუ ეს შენი სხვა რამეშია სამართალდამცავი როგორც ყოველთვის კი ამბობს ბატონი შევთარავის დობა მაქვს ჩემი მთავრობისა და ამ მთავრობაში ხშირ შემთხვევაში ისეთი ადამიანები არის რომელიც ერთმანეთს ისეთ რაღაცას ლაპარაკობენ და აი მაღალი თანამდებობის ასე ვთქვათ ემისართანაც კი არ არის გამორიცხული ისეთი სიტუაცია შექმნეს რომ კაცი ეჭვი გაუჩნდა და მის გამსაგამოძიებო ჯგუფს ბუნებრივია რომ აი ამათ მეორე ჯგუფში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყავს ეს ადამიანი სამი ადამიანი დამსწრებული და ცოცხალი თავით არ უშვებს აი ნუ მოხდება ხოლმე ესეთი რაღაცები მქონია ეს ეჭვის დონეზე იმ თვალსაზრისით რომ აქ უამრავი გაცვლა მოხდა თქვენ გახსოვთ ციხიდან გამოიყვანეს ხალხი ვისაც არის პრინციპული მიდგომა რომ არ გაუშვებენ ეს არის დუდაევის სხვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ არსებობს. დიახ, მაგრამ მსგავსი განცხადებები ქვეყნის იმიჯზე როგორ აისახება ბოლოშოთ? ცუდად, მე მეკითხები თუ ორივე საზრი მაინტერესებს. მე ცუდად რასაკვირი არ არის ასეამოვნი. რა ესე იგი არსებობს იგივე ტალიანის დასკვნა დაუშვათ, რომლის ინტერპრეტაციას ფაქტებთან დაკავშირებით მაგალითად მე არ ვენდობი. არსებობს ასევე სერიოზული ორგანიზაციის მესმის ბატონო შეიძლება თქვენ არ ენდობით მაგრამ მათ ენდობიან სოფლიოში ძალიან გეტყვით Freedom House-ის ასეთივე დასკვნები აფხაზეთის ნახევრად დემოკრატიულ სტრუქტურას მიკუთვნებასთან დაკავშირებით სადაც უამრავი ფაქტობრივი მასალა არის დამახინჯებული მესმის მაგრამ Freedom House-ში ძალიან ავტორიტეტული ადამიანები არიან გაერთიანებულად უშვებენ ეს ავტორიტეტული ადამიანებიც მე აქ თქვენ სტუდიაში კი არ საუბრობ ოფიციალური წერილი გადაუგზავნეთ მათ და მიუთითეთ იმ შეცდომებზე რომელიც მის დასკვნაში იყო გაკეთებული ამიტომ ჩვენ როდესაც არის არასწორი ინფორმაცია ეს არ ნიშნავს რომ საერთაშორისო ორგანიზაცია და ის ადამიანები არ უშვებენ შეცდომებს გეუბნებით კონკრეტულ შეცდომებს ყველა უშვებს მაგრამ რატომ არ უშვებთ იმას რომ დაუშვათ ჩვენი სამართალდამცავები ან რომელიმე ხელისუფლების კონკრეტული ასე ვთქვათ არანაირი მოტივაცია პირები არ უშვებენ შეცდომებს რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც უშვებენ შეცდომისგან არავინ არ არის დაზღვეული უბრალოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით ამას არ აქვს არანაირი მოტივაცია რომ ვიღაც სამი პიროვნება რომელიც რეალურად არაფერს არ წყვეტს და არ არის დაუშვათ რაღაც პროცესებთან დაკავშირებული დაკავებულია ციხეში და არ უშვებენ ამის არანაირი მოტივაცია არ არსებობს კარგით, გასაგებია, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ქსნის ხეობაში მაცხოვრებელ ქართველებს დაუდგათ დღეისათვის, ეს არის ოსური პასპორტის ქონა არ ქონის პრობლემა. ანუ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ აიღებენ osur პასპორტს, თითო გადაკვეთა დაახლოებით 20 ლარამდე დაუჯდებათ. ქსნის ხეობაში დღეს მოსახლეობა დგას ძალიან ისეთი დილემის წინაშე, საკმაოდ დიდი დილემის წინაშე. ან osuri პასპორტი, ან ხეობის დაცლა. რას აკეთებს ბატონო შოთა, ისევ თქვენთან მექნება ეს შეკითხვა პირველ რიგში. ხელისუფლება მათთვის რა გამოსავალს თავაზობს? ესე იგი პირველ რიგში ისევ ვიმეორებ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული. ჩვენ ამ ტერიტორიებზე არანაირი უფლებრივი და სტრუქტურული ფუნქციები არ გაგვაჩნია. თუ ეს მოსახლეობა თავისინებით დატოვებს ამ ტერიტორიებს ჩვენ ამ მოსახლეობას უზრუნველყოფთ საცხოვრებელი სახლით და პირობებით. ეს არის ამ ხელისუფლების შესაძლებლობა. მაგრამ ტერიტორია ხო დაიცლება ამ შემთხვევაში ქართველი აღარ დარჩება. პრაქტიკულად არის დაცლილი. სადღაც 80% ამ მოსახლეობის იქ ისედაც არ ცხოვრობს, რაც შეეხება მათ მდგომარეობას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება პირადად როგორც პიროვნებისთვის ჩემთვის იქნება მისაღები. თუ აიღებენ osur პასპორტს, მათ მოღალატებად გამოაცხადებთ? არა, მე ხო გითხარით, პირადად ჩემთვის ყველა მათი საქციელი იქნება მისაღები, იმიტომ რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება გარკვეულ პირობითობას მოითხოვს და ეს პირობითობა არ იქნება ჩემს მიერ ცუდად აღქმული პირადად ჩემზე ლაპარაკი და ასე იქცევა მაგალითად ისრაელის არმიის ჯარისკაცის აქვს სრული უფლება ილაპარაკოს ყველაფერზე თუ ის მოხდება ტყვედ რადგან მისი პიროვნების გადარჩენა უფრო ღირებულია ვიდრე ის რა ინფორმაციას ცლობს ეს ჯარისკაცი ამიტომ ჩემთვის უფრო ღირებულია იქ ამ ადამიანების პირობების დაცვა ვიდრე ეს ადამიანები იძულების წესით აიღებენ თუ არა ამ პასპორტს მე დარწმუნებული ვარ იქ მცხოვრები ქართველი და ოსი ამ პასპორტებს თავისინებით არ აიღებს ბატონო მომკა თქვენ როგორ ფიქრობთ რა გამოსავალი აქვს იქ მაცხოვრებელ აუცილებლად უნდა იყოს პასპორტი იმისთვის რომ ეხლა მე ყოველთვის ვამბობდი მე წინააღმდეგი ვიყავით რომ ახალგაზრდიდან გამოსული ადამიანები ფრეში დაესახლებინათ ეს თავიდანვე ვამბობდი არ იყო საჭირო ამის გაკეთება იმიტომ რაც მეტი დარჩებოდა ახალგაზრდში მით უფრო უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში მე ესე მეგონა ჯერ ტერიტორია არ დაეცლებოდა მეორეს ერთი ესე ვთქვათ შევინარჩუნებდით გარკვეულ ძალას იქ ნუ პრინციპში ეხლა ვიღაცა შეუძლია იმით რომ სხვა კავშირი არ ძალა გვაქვს მაგრამ იქ ძალიან დიდი დრო გავიდა კალთან დაკავშირებით სხვა ხელისუფლება იყო სხვა სიტუაცია იყო დღეს სხვა სიტუაცია აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ ახალგაზრდში ხალხი დამაგრებულიყო და ყველა პირობები უნდა შექმნილიყო ამისთვის. აქედან გამომდინარე ის პასპორტს
აიღებს, არ აიღებს, ჩემს გადამწყვეტ მნიშვნელობა არ აქვს. მე ვთვლი რომ უნდა აიღოს. როგორც გალის მაცხოვრებლებს მეუბნები, როცა მეკითხებიან, ავიღოთ თუ არა, უნდა აიღო პასპორტები. იმიტომ რომ ქართული გენისაგან, ქართული ესე იგი ვთქვათ, ეთნოჯგუფისა, ეთნოსუბეთნოს თუ რა ვიცი რა დავარქვა, იქ იმის დატო დაცლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.